დავეშვით მეგობრებო, ბეშუმიდან გამარჯობათ. პირველ რიგში რატომ სულ ავიწყდება ჩემო თბილო ხალხო, სულ უნდა მოგესალმოთ გულით, სულით და სულ მავიწყდება. ისე მგონია რომ ყოველ დღე ხედავთ, ყოველ წუთში ხედავთ და მისალმება მავიწყდება ბოდიში 1000 ჯერ. დავეშვით უკვე გზაზე და ახლა გავალთ. აი ვტოვებთ ჩვენ ბეშუმს. აი ეს არის შემოსასვლელი ბეშუმის და ეს 5 წუთია რაც გამოვედით უკვე. ცალკე შეინარეთ. დავეშვით. დღეს მანდა მაინც კაი ამინდი გამოვიდა. ბოლო 2 დღე არ გაგვიმართლა, მაგრამ არა შავს საკმარისად იყო. ჯერ არის რომ ერთი კვირა რომ გაწვენდება, აღარც გამოიდრებაო და ასეთი ნამდვილად არ იყო. აი, რადგან გზაზე ვდგავართ, ბეშუმის ბოლო ადგილებსაც ბოლო კი არა, პირიქით და საწყისია ეს. რაც კაია. ნახეთ, აქ ზოგს აქვს სერიოზული სახლი. ძალიან ლამაზი ბეშუმი. ლამაზესია. გარკვეული მიზეზების გამო ზოგიერთი ვეღარ პატრონობს ეთყობა. სახლებიც უკვე მიტოვებულს გავს, ღობეები დაანგრეულია, ბევრი რამე გაფუჭებულია. 1-2 ახალი კოტეჯი ვნახეთ, რომ სულ წაქცეული იყო. რა ვიცი, ვის როგორ ადამიანს რა პრობლემა აქვს და ვერ ამოდის თორემ ახლა აქ ქირაობს ხალხი, ისვენებს და მე პატრონე რატომ ვერ ამოვა, მაგრამ ეთყობა რაღაც მიზეზები არის. რა თქმა უნდა. აი ნელ-ნელა გავალთ ახლა იმ ადგილას, სადაც ბეშუმი იწყება. ძალიან მომწონს მეგობრებო, სოფელიც მომწონს, მთებიც მომწონს. შეიძლება ვიღაცამ თქვას ეხლა თუ მოგწონს, სოფელშიც უნდა იცხოვრო და იყო მაშინ. ეხლა როგორ? ზამთარში ძალიან ჩემთვის სიცივე არის, არ ვიცი, სიცივე როცა არის მე ქალაქშიც მიჭირს. ხო და მომწონს, რა თქმა უნდა მომწონს. ზაფხულში შემიძლია ვიყო, ზამთარში ვერაფრით ვერ შევძლებ. ძალიან მიჭირს და მაგიტო სიცივის. ხო და საერთოდ ეხლა მოწონება სხვა რამეა და ცხოვრება გინდა თუ არ გინდა, ეს კიდევ სხვა რამეა. არ მინდა ღმერთმა არ დაგაჭირვოს, თორემ და არ გაგიჭირვოს. სადაც მოგიწევს იქ ცხოვრებ, სხვა რა გზა გექნება, მაგრამ მოწონებით მომწონს, საცხოვრებლად ცოტა გამიჭირდება. ამის თქმა მინდა და ალალმართალად ვიტყვი, რომ ზაფხულში ვიქნები, მაგრამ ზამთარში ვერა. ზამთარი რომ იწყება, ჩემთან სახლშიც უკვე მე მეწყება პრობლემები. სიცივესთან ვარ ასე. ჩემი დამოკიდებულება სიცივესთან არის. ასეთი რომ გავურბივარ და ვეძებ სიტყვას. ნახეთ რა ლამაზია გზები. ასე ასფალტით შედიხართ ბეშუმის ბოლო წერტილამდეც, სადაც კოტეჯები არის. მერე მიდიხარ შენი სურვილით მთებისკენ და იქით გაღმა არის ადგილობრივი მემთივრეები, ანუ ხულოს მემთივრეები. აქაც ნახეთ რა კარგი კოტეჯებია, ნახეთ რა ლამაზებია და ქვით ქვემოთ და ზემოდან ხე. ხო და იქ მემთივრეებთან გაღმით, იქ აღარ არის უკვე ასფალტი და იქ სადაც გაფუჭებული იყო მაგალითად 2 წლის წინ
ზამთარში ვიყავით და ზამთარში სულ გაფუჭებული იყო გზები, ხულოს ცენტრს რომ გაცდები მე. ის გზებიც უკვე გაკეთებულია, ჩვენ რომ მოვდიოდით ახლა სადღაც 300 მეტრამდე იქნებოდა ალბათ დარჩენილი გასაკეთებელი. ძალიან ყურადღება აქვს ბეშუმს და ბეშუმი არის ერთ-ერთი გამორჩეული კურორტი კიდევ. საკურორტო ზონა. აქაცაა მთები, მაგრამ ჩვენ სადაც რომ ვიყავით, ის უკეთესი ადგილია მე ვფიქრობ. იმიტომ რომ აქ ტრასასთან ახლოს ხარ, აქ უფრო მარტო მთა ჩანს. ეს ჩემი აზრია, თორემ არ ვიცი ხა ვის როგორ და რა სურვილი, როგორი აქ მაგალითად სურვილი სად იყოს, სად დაისვენოს. მე იქ მირჩენია, სადაც ვიყავ, იმ ტერიტორიაზე. ესე იგი ჩვენ გზიდან შემოსასვლელიდან საკმაოდ ყოფილ ვართ იქით. 9 კილომეტრია, ხო, შემოსვლის დროს გითხრეს 9 კილომეტრია. მგონი გამოვედით. კი, მოვედით. აი ნახეთ. აიდან მოვედით. აქედან აქ წერია აგერ რა წერია? გოდერძიო, ადინგენიო და ბეშუმიო. აი ეს არის. აქედან შემოდიხარ უკვე იქ, სადაც ჩვენ ვიყავით. აქედან შეგიძლია იმ მხარეს წახვიდე, აქედან შეგიძლია იქით წახვიდე. ანუ ეს არის შემოსასვლელი, პირველი დასაწყისი ბეშუმის. აქედან უნდა წავიდეთ მწვანე ტბაზე. ვიკითხავთ ახლა, რომ უფრო დავრწმუნდეთ, მიახლოებით გითხრეს და ვიცით, მაგრამ წავედით. აქედან მწვანე ტბაზე. აქ რა წერია? საინფორმაციო დაფა, ანუ მწვანე ტბა, აი თურმე კითხვაც არ უნდა. საინფორმაციო დაფა ყოფილა. აი ზემოთ ნახეთ ჩვეულებრივი სახლია. იქ ასე მიდის გზა ბოლომდე, სავარაუდოდ და ეხლა რომ ყველამ აი ნახეთ მეგობრებსაც ვამბობდი. ზოგიერთი როგორი გაფუჭებულია უკვე სახლები დანგრეული და მიტოვებული, აი ნახეთ. აი ნახეთ აქაც ჩვეულებრივი დასახლება. სავარაუდოდ იქ მივიდა. ეს ახლა რასაც ვხედავთ ჩვენ რომ ქვევით არის საქონლის სადგომი სახლის ქვემოთ, ესენი არის ადგილობრივები. ანუ ხულოს ადგილობრივი მაცხოვრებლები. აი ნახეთ. ეს ადგილობრივია აი. ეწევიან მესაქონლეობას. რომ გააკეთონ ნაწველი და მერე ჩაიტანონ ხულოში მთელი ზამთრის მარაგი და კამპინგს სულიან აქ საძოვრებზე. აქეთ ზოგიერთი სახლები როგორია? ძველი. აუყვეთ ამ გზას და ვნახოთ, აბა. აქ რა კარგი კოტეჯია ნახეთ. შეჟაცა აქვთ რომ ფეჩიც ეკნებათ სავარაუდოდ. ძალიან კომფორტულია. ზოგიერთი ისეთია მეგობრებო კოტეჯები რომ აი საერთოდ რომ არ გინდოდეს, მოგინდება რომ დარჩე და იქო. ცხოვრო რა აიწვენო დროებით. ნახეთ აქაც ყველაფერი როგორ კარგად გაკეთებულია, პატარა ხიდია. არა, ძალიან დიდი ყოფილა ბეშუმი. ძალიან დიდი. რომ ვუყურებ ახლა ჩვენ ხო იმდენი ვიარეთ და უკეთესია, უბრალოდ ბეტონი. რა მნიშვნელობა ბეტონი იყოს? თავარია გაიყოს. იმდენი ხო ვიარეს და იმდენი რამე დავათვალიერებ თქვათ და ისეც დავინახეთ ხომ კიდე და ყველა მთაში ვერ გადახვალ და ვერ მიხვალ. მაგრამ აი ეს ადგილი ახლა საერთოდ არ ვართ ხომ აქ ნამყოფი და ეს კიდევ საერთოდ სხვა ბეშუმისა რა თქმა უნდა, მაგრამ სხვა მხარეა და ულამაზესია აქაც. აქედან გადავყურებთ რას? ხულოს? გოდერს. თუ გოდერს, ხო, ხულომდე რა იქნა ჯერ. აქედან გადავყურებთ გოდერს სავარაუდოდ. აი
ასე მითხრეს. აი როგორ მოჩანს იქით. ეს არის გოდერძი. ამბასადორი იგი. ხო, ამბასადორია და იქიდან არის საბაგიროები. აქ ვიყავით ჩვენ ზამთარში და სამხულში სულ სხვა ყოფილა და სულ სხვა სილამაზე ქონია მართლა. ნახეთ სად არის კიდე აი სახლები. გადამწვანებულია აქ ყველაფერი. ნახეთ. ძალიან მაგარი ადგილებია. მე მეგონა რომ მეტი რა უნდა ვნახო დავათვალიერებ ეს შემეთქი და აქეთ კიდე საერთოდ სხვა რამე ყოფილა. მაგრამ რომ ვუყურებ მეგობრებო, ძირითადად არის ეს ხოლოს მაცხოვრებლები ამოსულები აქ და მე მტკივრობ ძირითადად ისინი ჩანს. მიხდები ახლა სახლებს. ქვემოთ აქვთ საქონლის სადგომი და მაგით აი ხიდი. მაგით რა კარგად გაკეთებულია კედლები, ხიდი, ასე რაიონებს არა აქვს. ნახეთ რა მაგარია. არის ნახეთ. გორი ხიდი. აქედან კიდე კედლები ხო, ეს კედლები რა მაჩვენე კედლები. ძალიან დიდი შრომაა ჩადებული, მაგრამ ღირს მეგობრებო, ღირს საკურორტო ზონა აბა ასეთიც უნდა იყოს. რომ ადამიანის თვალიც მიიზიდოს და გულიც. მეხიდრე პატარა გუბია გაკეთებული კაც. ეს დანგრეული სახლია. აი იქით დანგრეული სახლი. ნახეთ რამდენია. ძალიან ბევრი შემხდა ასეთი. უბრალოდ მე აღარ გადააგერესეც. ძალიან ბევრი მეგობრებო და რატომ არ არის იცით? აქ რომ მოგინდეს ადამიანს აშენება რთულიაო, მე მითხრეს და იმას ყვები მე თვითონ არ ვიცი. რთულიაო, იმიტომ რომ თბილისო გადაეცაო. ერთმა იქ ადგილობრივმა მოყვა და ისე ადვილად ვეღარ იყიდი აქ ვერაფერსო და აშენებაც აქ რთულიაო, გაფორმებაც რთულიაო და იმდენი უპატრონო სახლის ვხედავ, ეხლა უპატრონოდ შეიძლება ცუდად გამომიდის, იმიტომ რომ უპატრონო არ არის ფაქტიურად ის მისი ადგილია და მერე შვილი გააგრძელებს თუ შვილი გააგრძელებს, მაგრამ ხო და რომ იყიდოს ვინმე და გააცოცხლოს ეს ადგილი, ანუ ამისთვის ძალიან ბევრი რამე გჭირდებაო და შეიძლება ვერც გაიფორმო. ასე თქვეს. არადა დაშლილა და დანგრეულა რამდენი სახლი. დაქვები ნახეთ რა ლამაზად გაკეთებული. მაგარია. აქ ეთქობა მაღაზია იყო პატარა. მაგრამ ამჟამად არ არის. ეხლა ვიდეოს ვრცლად ვიღებ, იმიტომ რომ უცხოა და გადავიღოთ იქ ბეშუმში იმდენი რამე გადავიღე, იქ ესეც ბეშუმის არა თქმა უნდა, მაგრამ იმ ადგილას იმდენი რამე გადავიღე, ესეც უნდა ვნახოთ, რა თქმა უნდა. რაც იმასთან შედარებით უცხოა, აუცილებლად უნდა ვნახოთ. იქ ხალხი დადის, მაგრამ საქმედია ტურისტებია სავარაუდოდ, აი ჩათებით. მაგაც კიდე ქვია. მოგზაურობს ხალხი და დადის და ეს ერთი კვირა მეც მოგზაურების როხში შევედი მე მგონი. რა ლამაზი ძაღლია და რა ლამაზი სახლი. ძირითადად ჯიპებით არიან, არა და გზა ისეთია, რომ ნებისმიერი მანქანაა მოვა. უბრალოდ აქედან რომ სადმე მოგინდეს წასვლა, ჯიპები დაგჭირდება. მაგალითად ჩვენ რომ ვიყავით სამკურნალო წყალზე აბანოზე, იქ ჯიპის გარეშე ვერ ახვალდა. მაგისტვის დაგჭირდება და სადმე მთებისთვის ალბათ.
გადამწვანებულია მეგობრებო ყველაფერი. რა ვიცი. ო, სადაც საქონელია, იქ სიმწვანე არის. დაიქოს. წესით როგორ თქვა, მოძოვნილი, მაგრამ იმდენი აღარ არის ეთყობა და მოგალახებულია, არ არის. იქაც კიდე დასახლებაა, ნახე. მოკლედ ლეველია ბეშუნე. ზარმაზარია, მიდის გზები და ალბათ ზოგიერთ ადგილს კიდევ სხვა სახელი ქვია. აი, სავარაუდოდ ეგენიც იქ მიდია, იმიტომ რომ ჩვენ გამოვყევითო უკანო და იგი ყავდა ჩვენო მწვანე ტყაზეო. აი რაღაც მოვედით ნახეთ პანჩატურია. აქ არისო ბევრიო საქეირფო ადგილები ვიტყობა ეგა. აქ უკვე დავაწყარი. აი მე გადავედი. მე რა სად მიდის? ქვემოდანაა შესასვლელი. ნახეთ მეგობრებო, პანჩატურებია. აქ უამრავი ვანქნებია მოსულები. რასაც შევძლებთ და გათვალიერებინებთ, გავივლით, გამოვივლით. გავჩერდეთ. ხო, სავარაუდოდ აქ უნდა გავჩერდეთ, იმიტომ რომ სულ ვანქნებია გაჩერებულები აქ. და აქედანა ეტყობა შესასვლელი მწვანე ტბის. ეხლა ყველაფერს გაჩვენებთ. აქ გავჩერდებით, ნახეთ, რამდენია მოსული ხალხი აქ. რა უნდა გაჩვენოთ, მეგობრებო, რა უნდა გაჩვენოთ ეხლა? მე რომ ვამბობ, რომ მიყვარს ეს მანქანა, აი, მოსული არიან უცხოელები ამ მანქანით, შორიდან გადავიღებ. არც ვიცი ამის ნება მაქვს თუ არ მაქვს. და ცხოვრობენ აქ. ნახეთ, სარეცხიცა აქვს გაფენილი. ნახე. ესაა ჩემი ოცნება. აი, მოვედით შესასვლელთან. მაგრამ აქ აი ხალხი მიდის და არ მინდა კადრში მოვაყოლო. აქ ყველაფერი იყიდება მეგობრებო. მწვანე ტბის ტერიტორიაზე ავტომობილით შესვლა აკრძალულია კურორტის ადმინისტრაცია. გავყვეთ ამ გზას ახლა და სად მიგვიყვანს. წავედით. აქ ხალხი საქეიფოც დადის ძირითადად, მაგრამ ჩვენ რადგან აქ ქეიფს არ ვაპირებთ, იმიტომ რომ სახლში მივდივართ, შემოვივლით, დავათვალიერებთ ყველაფერს და მე წავალთ. მაგრამ აქ რომ ყველაფერი არ გაჩვენოთ, ისე არ გამოვა. ჩემ წინ ხალხი მიდის და არ მინდა რომ კადრში მოხდეს. ამიტომ ამ ეტაპს გამოვტოვებ. ეს შენობა რა არის, არ ვიცი. ფოტოები კი აქვს მწვანე ტბის, მაგრამ რა არის შენობა არ ვიცი. წარწერები არა აქვს. და რა ფუნქცია აქვს ვერ გეტყვით. რა ვიცი. გზა აქითაც გადის, მაგრამ აქით საით მივდივართ არ ვიცი. მგონი აქედან ჯობია. აგერ მიდის ხალხი და გავყვეთ. გავყვეთ და იქიდან ჩამოვალთ თუ შესასვლელია. ეს კურორტის ადმინისტრაცია ყოფილა და მოვერიდოთ ამას. მე არ გვისაყვედურონ რამე. აი ნახეთ, როგორია. აქედან გადასახებები. და ამ ბილიკით მივდივართ სულ. ძალიან მაგარია მეგობრებო. ძალიან მოწესრიგებულია, ლამაზია. გზადაი საჭიროები. მთელი ბილიკი ასეთი მოპირკეთებულია. და სილამაზია, რაც შეიძლება. ხო, აქ ჩემს ყურებას ჯობია ეხლა მივატრიალო კამერა და ყველაფერი გადავიღო, მაგრამ აი ხალხს ვერ ავწდი.
და არ მინდა მე ვინმე მისაკვედუროს. ყველას არ უნდა კადრში გამოჩენა. აქ მეგობრებო ასასვლელია და საკეიფო ადგილებია. აქედან კიდე დავყევით გზას. სად მივედით არ ვიცი, მაგრამ არსად არ დავიკარგებით, შემოვლით კრუქსი. აქ სავარაუდოდ არა. ეს მონაკვეთი მთავდება, რაღაც მონიშნულიც არის. თავდება და მე არის ბილიკი პატარა. იქაც მთა მოჩანს, მაგრამ რომელი მთა არის, ნამდვილად ვერ გეტყვით. აქ გიდი უნდა ყავდეს, რომ იცოდე. აი გავდივართ ახლა ამ ბილიკზე და ნახოთ სად მიგვიყვანს ეს ბილიკი. ჩვენ ხალხს მივყვებით, თუმცა გზა არ არის ისეთი, რომ ვერ მიხვიდე. მონიშნულია და ყველაფერი არის კი, მოვედით. მოვედით მეგობრებო მწვანე ტბაზე. ნახეთ, საკმაოდ დიდიც ყოფილა. ეს ხომ უნდა გვენახა, ამის უნახავი როგორ წავიდოდით სახლში. ნახეთ, ეხლა მე ცოტა უფრო ახლოს მივალ და გავაგრძელებ გადაღებას, იმიტომ რომ სულ ხალხი დგას წინ. აქ ხალხი აწყობს პიკნიკს. აი ტბა, ნახეთ რა მხელა ყოფილა. ხედავთ. და მართლა რა მწვანეა. არ ვიცი, შეიძლება აქ არ ჩანდეს ის ფერი, მაგრამ მართლა მწვანეა. ეხლა აქ არის გადასასვლელი, რომ ფოტოები გადაიღო. ხალხი საკმაოდ ბევრია, ახალგაზრდობაცა, ხმაურიცა. აი ნახეთ რამს ამის ტბის სიგრძე, რომ გაჩვენოთ რა მხელა. ზევით მთა არა გორა. თავისთვის დგას ტბა და ბუტბუტებს. რა წყნარია იცით? შევალ ახლა იქით. აი ასე სულ ასე ბილიკს მიუყვები და გადადიხარ ეტყობა, იქიდან მერე გასასვლელიცა. აი ნახეთ რა მაგარია. მოდი ახლა არ იქნება მაგარია მეგობრებო, ძალიან მაგარია. ამირან მოტრიალდი. ტბასთან ერთად არ გვეკუთვნის? ტელეფონთან. ეხლა კი ჩანს მე მგონი, როგორი მწვანეა. ძალიან მაგარია. და ძალიან წყნარი. ტბა. ხომ მოძრაობს და იგია, მაგრამ რაღაცნაირია. ნახეთ როგორი მოძრაობა აქვს რაღაც ზოლით, ნახეთ? მთელი ტბა ასე მოძრაობს. ერთ ზოლში. ნახეთ როგორია. საინტერესო ზამთარში ალბათ იფარება და ზამთარში სავარაუდოდ გაიყინება, აქ იმხელა სიცივეა. აქ რომ თქვენ შავი ტბაც არისო, ნეტასად არის. ისე კია საინტერესო. ხალხი არის მეგობრებო. საკმაოდ ბევრია ხალხი. ბევრი ხალხი თუ ხალხი. ამ ბილიკებს უნდა ავუყვეთ ახლა და ავალთ ალბათ ისევ იმ ადგილას. ნახეთ აქედანაც როგორია ხედი. ძალიან მაგარია. რაც მაგარია მართლა.
ასე ავყვებით ბილიქს. აქეთ კიბეებია. ამ კიბეებზე ავალთ და სავარაუდოდ მივალთ ისევ იმ ადგილას. დანამდვილებით არ ვიცი. ნახეთ აქ სახელები აწერია მეგობრებო, ხეზე ამოტვიფრული. თეო და რაღაც ლოვე და რაღაცები. ხეთ დავჯექით ჩვენ ცოტა ხანი. აქაც პატარა ტყეა, სულ პატარა. დავჯექით აქ მოვიგრილებთ. ტბაც ნახეთ, კი, ეხლა აქ ქალები შემხდნენ და ვკითხე, სად არის შავი ტბა, თუ იცით მეთქი და ჩვენ არ ვიცითო. ჩვენო არ ვიცითო, მაგრამ უზევით იყო წარწერა, რომ ნამდვილად არის აქ ახლოსო. ჩვენ არ დავაკვირდით უბრალოდ, ძალიან ახლოს რომ ყოფილიყო, მივიდოდი. ეხლა არ ვიცი, საით უნდა წავიდე და რამხელა მანძილია და ჩვენ რადგან უკან ბრუნდებით, ახლოს თუ არის, ნამდვილად მივალ, ვიკითხავ იქით. და თუ ძალიან შორს არის, ამდენს ვეღარ მოვასწრებთ. ვიკითხავ მაინც. ისი ლამაზია აქ მეგობრებო, ამირან ლამაზია ხო მაქავრობა ძალიან. ამის უნახავი არ იქნებოდა მართლა წასვლა. კი ბატონო. ისეთ გამწვანებაში წვანე ტბა, წვანე ბუნება, სულ ყველაფერი გადამწვანებულია. მე იქ გაჩვენებთ, ესეც არ ვიცი რა მოცვია? სად? ისინი რისხია? წიფლები. წიფლებია პატარა? ძალიან მაგარი ადგილია და ნახეთ, ისეთი სილამაზეა, რომ აქ არ ვიცი, შეიძლება რომ საათობით იყო ადამიანი. მართლა მაგარია. მე მაგრამ მომწონს. აი. მე მეგონა რაღაც პატარა ტბა იქნება მეთქი და საკმაოდ დიდია. ძალიან ლამაზია. მართლა მწვანეა და ეს შავი ტბა ეხლა ისე მაინტერესებს როგორია. კი პატარაა ამბობ. მე რა იყოს პატარა, უბრალოდ შავი როგორი იქნება? შავი. ხო და საინტერესოა. ვიკითხოთ მოი. თუ შორს არ იქნება, გავიდეთ. მე ძალიან დიდი ინტერესი მაქვს, მაგრამ მართლა მაგარია. რაც მაგარია მეგობრებო. რა ვთქვა ახლა და რა გავაკეთო? რა ვთქვა, რა ტყუის ხომ ვერ ვიტყვი და ტყუილისედაც არ მიყვარს, ანატომ უნდა მოვიტყუო. ეს ერთი. და მეორეც სიმართლე ის არის, რომ ძალიან მაგარია. შევავლოთ თვალი და უკვე გავუყვებით იქითკენ გზას. აი, აქ ნიშანი დგას. აქითაც ბილიკია, მაგრამ ჩვენ მოვტრიალდით ასე და ამ ბილიკს უნდა გავუყვეთ, რომ დაუბრუნდეთ იმ ადგილს, საიდანაც მოვედით. აქ ეს ის ადგილია, წეღარ რომ გაჩვენეთ, სარესტორნო ადგილი. რესტორნების სტილი რა, ღია რესტორნები. ვინმეს რომ მკითხო, შეიძლება, მაგრამ აი როგორა რესტორნების ადგილია ნამდვილად. დიდაჭარა. მეგობრებო, აქ ხალხი მარტო საკეიფოთ არ დადის, სანახავად დადის. საკმაოდ არის, არ მინდა გადავიღო კადრში, ძალიან ბევრია. ჩვენსავით მოვიდნენ, წავიდნენ, მოდიან კიდევ სანახავად და მიდიან უკან. ზოგიერთი მიდის ისევ ბეშუმში, რომ დაისვენოს და შემოვლით ნახა. ჩვენ იქიდან მოვდივართ და იქიდან ნახეთ. ანუ ყველანაირად შეგიძლია აქ სიამოვნო. ოღონდ აქ რესტორნები არ არის მე მგონი, მე რაღაც კი იყო იქ აბრა გაკეთებული, მაგრამ რესტორნები არ არის მგონი. შენ უნდა წაიღო და დაჭდე უნდა და იქეიფო. შეირგო. ნუ ეს ჩემი აზრია და შეიძლებაც და არის. იმიტომ რომ იქ ზემოთ რაც იყო ის გაჩვენეთ საკეიფო ადგილი არასულ არ მოვიქ. აქ ყიდება სიმინდი და ტკბილეული და რაღაცეები. ჩვენ იმდენი სიმინდი გქონდა წაღებული და მოუხარშეთ და ვიცი ამოვნეთ რომ დასანახად აღარ მინდა უკვე. გამოვედით ისევ ჩვენ მანქანასთან მეგობრებო და
წავედით აფასახლისკენ. ესეთ ჩვენი მწვანეთბა. ხო, შავ ტბაზე მითხრეს მეგობრებო, უკან უნდა დაბრუნდეთო. გოდერძი გითხრა თუ გომარდო, გოდერძი. სადღაც გოდერძის მხარეს არისო, იქო ფეხით თუ გადახვალთ რაღაც მონაკვეთის მერე, თორემ ჯიპის გარდა იქ მანქანით ვერ მიხვალთო და კითხვა-კითხვით როგორ არა ყველაფერი შეიძლება, მაგრამ ამ ეტაპზე გადავდეთ და მარტო მწვანეთბა ვნახეთ. რადგან უკან მივდივართ, ისე რომ მომაწოდეთ, ეს აზრი ძალიან კარგია და მინდოდა, მართლა მინდოდა გასვლა და ნახვა, მაგრამ ვეღარ ვახერხებთ. ისე ძალიან მაინტერესებს. სხვა დროს იყოს. მადლობა მაინც რომ მომაწოდეთ აზრი და კარგი იყო მენახა. წავედით სახში. ეხლა უკან წასასვლელ გზას აზრი აღარ აქვს გადავიღო. არც სახში მიმავალ გზას არ აქვს აზრი გადავიღო, რადგან ყველაფერი უკვე ნაჩვენები მაქვს მეგობრებო. დაგემშვიდობებით აქ. მე კარგი შთაბეჭდილება დამჩა, მწვანეთბას სულ სხვანაირს ველოდი რაღაც პატარას რაღაც ისეც, მაგრამ არა და მაგარი იყო. დაგემშვიდობებით. აბა ბედნიერი და წარმატებული დღე თქვენს მეგობრებო და მეც მისურვეთ ბედნიერი გზა მეგობრებო. შემდეგი ვიდეოები გაგრძელდება ისევ ჩემი სახლიდან. დროებით